ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად 3 წელი გავიდა. 29000-ზე მეტი სამოქალაქო პირი და 50000 ჯარისკაცი. ომში დაღუპულთა ეს სტატისტიკა არასრულია. მილიონობით უკრაინელი დევნილი გახდა, ქვეყნის 18% კი ოკუპირებულია. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის გეგმები, გარეაქტორების ზეწოლა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გაიხსენა. მათ შორის საერთაშორისო დოკუმენტების მხარდაჭერა და თანაავტორობა, სანქციების გვერდისავლის მცდელობის აღკვეთა, ჰუმანიტარული დახმარება და უკრაინელი ლტოლვილების მიღება. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თამამად გაუსწოროს თვალი ქართულ ხალხს, ვინაიდან ჩვენი ღირებულებების, პრინციპებისა და რწმენების ერთგულნი დავრჩით. ეროვნული ინტერესები ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია, წერს სპიკერი. სწორი იყო თუ არა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც. შოთა ფალავანიშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში, შოთა გისმენთ. დავიწყო ჩალვა პაპუაშვილის Facebook პოსტით, რომელმაც საკმაოდ ვრცლად მიმოიხილა უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე გეოპოლიტიკური პროცესები და პროცესები, რომელიც ომის დასაწყისში, მათ შორის საქართველოში მიმდინარეობდა. პარლამენტის სპიკერმა დეტალურად გაიხსენა ყველა ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ რეალურად ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე აღმოუჩინა უკრაინას, თუმცა მიუხედავად ამისა, საპასუხოდ მიიღო დიპლომატიური დებარში და ამავდროულად ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ქვეყანა ჩართულიყო რაიმე გზით საომარ მოქმედებებში. შალვა პაპუაშვილის თქმით, რეალურად ქართული ოცნების ხელისუფლების მთავარი ინტერესი ეს არის სახელმწიფო ინტერესების გატარება, ეროვნული ინტერესები, შესაბამისად მმართველმა ძალამ არც ერთი მსგავსი შანტაჟის მიუხედავად არ გადადგა ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯები. რეალურად ამ ყველაფერმა კი პაპუაშვილის აზრით ქვეყანას მოუტანა როგორც ეკონომიკური წინსვლა, ისე სტაბილურობა და შეუნარჩუნა მშვიდობა. რაც შეეხება კიდევ ერთ დეტალს, შალვა პაპუაშვილი საკუთარ პოსტში ეხება საერთაშორისო ასპარეზზე ეგრეთ წოდებული deep state-ის გავლენებს და მათ გავლენას ასევე ქართულ როგორც ოპოზიციურ, მისი თქმით, ისე არასამთავრობო სპექტრში და ამბობს, რომ სწორედ ომის დაწყების პროცესში გარე ძალების კარნახით საქართველოშიც აქტიური იყო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, მათ შორის გადაედგათ ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯები, თუმცა არც ერთ მსგავს პაპუაშვილის თქმით პროვოკაციას ქვეყნის მთავრობა არ წამოეკო. ღია და ფარული წნეხის მიუხედავად ჩვენ არ დაგვიწესებია ორმხრივი სანქციები რუსეთისთვის და არც სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეგვიზღუდავს. ვინაიდან ნათელი იყო, რომ ამგვარი ესკალაცია რუსეთისთვის საგრძნობი საერთოდ არ იქნებოდა. საქართველოსთვის კი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო გარანტიების არარსებობის პირობებში ეკონომიკურ კოლაფსა და ახალ ომს გამოიწვევდა. უკრაინის მიმართ ჩვენი ქმედითი სოლიდარობის მიუხედავად ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები გაუგებარი აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ უკრაინის მთავრობამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. თავად ზელენსკიმ კი საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო შეკრებას მიმართა სიტყვებით, რომ ქართველი ხალხი უკეთესი იყო ვიდრე საქართველოს ხელისუფლება, რითაც ცხადად წააქეზა საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველმა ღიად მოგვიწოდეს ძალით დაგვებრუნებინა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. კარგად გვახსოვს უკრაინის ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედი რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებები, რომ ბომბები ერჩივნათ იმ სირცხვილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ გამოიწვია. დასავლეთის ზოგიერთი დედაქალაქის რეაქციაც არ იყო ამაზე უკეთესი იმ ფონზე, რომ 10 წლზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი თავად მოგვიწოდებდნენ სტრატეგიული მოთმინებისკენ. მათ ახლა მოულოდნელად ჩვენი მთავრობისგან რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიციის დაკავება მოითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პოზიცია განმეორებითი სამხედრო კონფლიქტის მომოკვდინებელ საფრთხეს შეიცავდა. და ეს ყველაფერი ხდებოდა რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიისა თუ ეკონომიკური სოლიდარობის შემოუთავაზებლად. უკრაინის ომის პირველივე დღეებიდანვე საქართველოს მოუწია გაეძლოს საშინაო და საერთაშორისო წნეხისათვის, რათა თავიდან აგვერიდებინა რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმა. 2022 წლის ზაფხულში საქართველოს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მოწინავე ქვეყანა ვიყავით აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატში. ევროკავშირის ყველა ინდიკატორის მიხედვით და დღემდე ვრჩებით, ბევრი ნიშნით მოწინავე ქვეყნად ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის. ამ გადაწყვეტილებამ რადიკალური ოპოზიცია
ოპოზიციისა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მიერ მართული პროტესტის ტალღა გამოიწვია. როგორც ქვეყნის შიდა რადიკალების, ასევე მათი უცხოელი მფარველების მხრიდან გამუდმებული წნეხის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა დანახმულ ველზე ქვეყნის მშვიდობიანი გაყვანა. ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ორიენტირი, რომელმაც საშუალება მოგცა ჩვენი ქვეყანას სწორი მიმართულებით წაგვიყვანა, იყო ჩვენი ხალხის სიბრძნეში რწმენა და ეროვნული ინტერესების ერთგულება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვიბიძგებდნენ იქითკენ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ახალი ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის გაუგებარი მოთხოვნებისთვის დაგვექვემდებარებინა. ეს არ მოხდება მით უმეტეს ქართული ოცნების მმართველობისას. რამდენად სწორი იყო მოთხოვნები, რომელსაც ოპოზიცია აყენებდა უკრაინაში ომის დაწყების დროს, მათ შორის საუბარია თვითმფრინავის გაგზავნაზე, რომელშიც მეომრები უნდა ყოფილიყვნენ, ასევე სანქციების დაწესებაზე და სავიზო რეჟიმის დაწესებაზე რუსეთთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პასუხები, ასე ვთქვათ, გასცეს დღეს პოლიტიკოსებმა შეკითხვებს. მათი ნაწილი, მაგალითად, კახარია საქართველოსთვის გუნდი ამბობს, რომ ეს არ იქნებოდა სწორი და მათ არასდროს მოუთხოვიათ მსგავსი რამ. დანარჩენი ოპოზიციური პოლიტიკური ძალები კი დღემდე ფიქრობენ, რომ უფრო მეტი დახმარება უნდა გაეწია საქართველოს ამ კუთხით, მათ შორის იხსენებენ 90-იან წლებში აფხაზეთის ომის დროს უკრაინელების ჩართულობას და შესაბამისად მათი აზრით მნიშვნელოვანი იყო, რომ 3 წლის განმავლობაში, როდესაც უკრაინაში დამანგრეველი ომი მიმდინარეობდა, საქართველოს კონტრიბუცია უფრო სხვაგვარი და უფრო მეტი ყოფილიყო. ომი არის ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იქ, სადაც 20% არის ოკუპირებული რუსეთის არმიის მიერ და სადაც დღესაც დგანან რუსული ჯარები, როდესაც საუბარი იყო უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვასა და მხარდაჭერასთან, ეს იყო ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა, მით უმეტეს, რომ ამას გვავალდებულებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც გვაქვს უკრაინელებთან და ასევე უკრაინელების წვლილი ძალიან დიდი იყო საქართველოში აფხაზეთის ომის დროს. ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო აქტიური, მათ შორის უკრაინის დასახმარებლად, იმიტომ რომ იქ უკრაინელები იცავენ არა მარტო თავიანთ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მათ შორის ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების, ან რუსეთის ფედერაციის გარშემო მყოფი ქვეყნების, ისეთი როგორც არის საქართველო, თავისუფლებას და სუვერენიტეტს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო დიდი უნდა ყოფილიყო საქართველოს როლი უკრაინის დახმარების საქმეში. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არ არსებობს, თქვენ ვერ დამისახებთ ერთ-ერთ ფაქტს, რომ ჩვენ გაგვეშღერებინა მსგავსი პოზიცია, რომ საქართველოს უნდა დაეწესებინა სანქციები რუსეთისათვის. მსგავსი არ ყოფილა და რა თქმა უნდა ეს პოზიცია დღესაც შენარჩუნებულია და ყოველთვის შენარჩუნდება, იმიტომ რომ ვინმეს თუ არ ესმის ახლა ამის მნიშვნელობა, ეს მეორე საკითხია, ეს მისი პრობლემაა. ოპონენტების პოზიცია არ უკვირთ მართლ გუნდში ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიზანი ომის დაწყების დღიდან იყო ქვეყანაში დესტაბილიზაციური პროცესების წახალისება და როგორმე ქვეყნის, ასე ვთქვათ, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. ქართულ ოცნებაში ამბობენ იმასაც, რომ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მართლმა გუნდმა მიიღო რეზოლუცია, სადაც საუბარი იყო კონფლიქტის თავიდან არიდების აუცილებლობაზე და დღეს სწორედ ოცნების წევრების თქმით მსგავსი რიტორიკით გამოირჩევა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაც. ქართული ოცნების წევრების თქმით, მიმდინარე გასულმა 3 წელმა გვაჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა სტრატეგიული ნაბიჯი ომთან დაკავშირებით იყო მართებული და ქვეყნისთვის გამართლებული. გახსოვთ თუ რამხელა შემოტევა იყო იმ უსამშობლო რადიკალების მხრიდან თუნდაც, რომელიც გარედან ფინანსდებოდა აგენტურა მოქმედობაში, ასევე გარეთა ძალები, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები და ამასთან დაკავშირებით ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი ისაუბრა და მისი მთავარი ერთ-ერთი ამოცანა არის Deep State-ის დამარცხება, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. შესაბამისად ძალიან რთული იყო ეს 3 წელი. უკრაინაზე მინდა ორი სიტყვაც ვთქვა, ხედავთ თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა უკრაინაში, დაკარგული ტერიტორიები, უამრავი გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, განადგურებული ქალაქები, სოფლები, ინფრასტრუქტურა, არ ვიცი რა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინა და ეს ყველაფერი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას. მოგვიწოდებდნენ
რომ გაგვეგზავნა მოხალისეები უკრაინაში, რომ დაგვესანქცირებინა რუსეთი, ჩამოშლილიყო საქართველოს ეკონომიკა, აქ გახსნილიყო მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს არ ქმევდნენ დემოკრატიას და დემოკრატიის წინსვლას. ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი. და გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინაში ომია და დემოკრატია წინ მიდისო და თქვენთან მშვიდობაა და დემოკრატია უკან მიდისო. ეს სიტყვები ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. მაგრამ ქართული საზოგადოება დადგა ძალიან სწორ პოზიციაზე და დღეს ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ამის მერეც გაგრძელდება ესე. რუსული სამხედრო აგრესია უკრაინაში ზუსტად 3 წლის წინ დაიწყო. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მსგავსი სახით მოვლენების ტრაგიკულ განვითარებას საქართველოს ქართული ოცნების პრაგმატულმა და სწორმა პოლიტიკამ გადაარჩინა. მადლობა შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების თარიღზე და ომის დასრულების მნიშვნელობაზე მთავრობის ხდომაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ყობახიძის განცხადებით, ომის შედეგები მეგობარი ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა. პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდობა უკრაინაში მალე დამყარდება. ირაკლი ყობახიძემ ისაუბრა სხვა თემებზეც, მათ შორის გაზრდილ ეკონომიკურ მონაცემებზე. მისი განცხადებით, ქვეყანას აქვს კარგი მაჩვენებლები, როგორც საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, ასევე დასაქმების კუთხით. თამარ თათარაშვილი მოგიყვება პრემიერის მთავარ გზავნილებს, ის ახლა მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩაგორცობა გისმენთ თამარ. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომა დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლის თავზე საუბრით. თქვა, რომ ეს თარიღი არის ტრაგიკული თარიღი უკრაინის ისტორიაში, რადგან რუსეთ-უკრაინის ომს შეეწირა უამრავი მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე, რამდენიმე მილიონი ადამიანი უკრაინელი კი იქცა თავის ქვეყანაში დევნილად და ტოლვილად, ასევე არის დიდი დანაკლისი ეკონომიკური თვალსაზრისით და არის ტერიტორიები ოკუპირებული. ირაკლი ყობახიძემ თქვა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდეს უკრაინა და ეს ომი დროულად დასრულდეს. 3 წელი შესრულდა ზუსტად უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის უკრაინის ისტორიაში. ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის და ჩვენი მეგობარი ხალხისთვის. უამრავი ადამიანია დაღუპული ამ ომის შედეგად. 10 მილიონამდე ადამიანი უკრაინელი იქცა დევნილად ან ლტოლვილად. 20% უკრაინის ტერიტორიების არის დღეს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. განადგურებულია ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა. ცალკე უნდა აღინიშნოს, საგარეო ვალი უკრაინის აღწევს თითქმის ეკონომიკის 100%, 96%-ია წლევანდელი მაჩვენებელი და წელს უკვე გადასდება წლის ბოლოსთვის 100%-ს ეს მაჩვენებელი. ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს მშვიდობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებით დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად ის პროცესი, რომელიც არის დაწყებული და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. კიდევ ერთხელ მინდა გამოთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ბოლო 3 წლის განმავლობაში გაზრდილი არის დასაქმებულ პირთა რაოდენობაც და ის აღწევს 1.412.000-ზე მეტ ადამიანს. ასევე ამ მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ შემცირებული არის უმუშევრობის დონე, ასევე გაზრდილი არის თვით დასაქმებულ პირთა რაოდენობაც. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს მაჩვენებლებიც ადასტურებს, რომ მთავრობას აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ის ამბიციური გეგმა, რომ ქვეყანაში მომდევნო წლების განმავლობაში შეიქმნას 200,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი არის განხორციელებადი. ირაკლი ყობახიძემ ასევე ისაუბრა მასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ ძალებს ბოლო წლების ბოლოთების განმავლობაში სურდათ, რომ ქვეყანაში შეექმნათ ხელოვნურად როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კრიზისი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები მუშაობს გამართულად, ეს მათი გეგმა ვერ განხორციელდა. წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20,100 ადამიანით, მიაღწია 978,500 სამაჩვენებელმა. რაც შეეხება თვით დასაქმებულთა რიცხოვნობას, ის გაიზარდა 19,700 ადამიანით და მიაღწია 433,500. ამავე პერიოდში მუშაობთა რაოდენობა შემცირდა 14,700-ით, დასაქმებულთა რაოდენობა მიაღწია 1,412,500, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი და მოგედებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენი ამბიციური მიზანი.
რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 200,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნათ, არის აბსოლუტურად რეალისტური და მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ ეს. საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელი. საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3%-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა. წინასწარი შეფასებით შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს. ხედავდით, რომ გარკვეულ სუბიექტებს ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ჰქონდათ ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნის გამოწვევის გეგმა, თუმცა ეს გეგმა რეალურად ჩავარდა. მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწევია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ, რთულ მდგომარეობაში, რბილად რომ აღვნიშნოთ, რადიკალიზმის გარეშე ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად ნაკლები შეფერხება იქნება, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასაც და ზოგადად განვითარებას ყველა მიმართულებით. დღევანდელი მთავრობის სხდომა დასრულებულია, დღის წესრიგით სულ განხილული იყო 16 საკითხი. მადლობა თამარ თათარაშვილი საუბრობდა მთავრობის ადმინისტრაციიდან. უკრაინის საკითხზე ამერიკის მიერ გაეროში წარდგენილ რეზოლუციას, რომლის მხოლოდ ერთი თანასპონსორი საქართველო იყო ისრაელი, უნგრეთი და ჩრდილოეთ მაკედონია შეუერთდნენ. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ვაშინგტონი და კიევი გაეროს დასამტკიცებლად ორ სხვადასხვა რეზოლუციას თავაზობენ. კიევის რეზოლუცია რუსეთს უკრაინაში შეჭრაში ადანაშაულებს, ამერიკის პროექტში კი ნახსენები არ არის, ვინდა იწყო ომი, არ არის არც კონკრეტული მოთხოვნები კრემლის მისამართით, ის ორიენტირებულია ომის დასრულებაზე. უკრაინულ ვერსიას ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს, ვაშინგტონი კი მოუწოდებს კიევს გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან გაიწვიოს და მხარი დაუჭიროს შტატების ვერსიას. ამერიკელმა დიპლომატებმა ევროპულ კოლეგებს საცნობეს, რომ ვაშინგტონი უკრაინული რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იქნება. დეტალებს უკვე ლელა ჯავახიშვილი მოგვიყვება, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ლელა. რუსეთ-უკრაინის ომიდან 3 წლის თავზე რეზოლუციის რომელ პროექტს ეყოლება მეტი მომხრე ამერიკის ინიცირებულს თუ ევროპის მხარდაჭერილს ეს რამდენიმე საათში გაერკვევა მაშინ, როდესაც საკითხი გაეროში უკვე კენჭისყრაზე დადგება. ვაშინგტონის ინიციატივა, რომლის პირველივე თანასპონსორით საქართველო იყო, ფოკუსირებულია ომის სწრაფად დასრულებაზე და მასში ხაზგასმულია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ტრაგიკული ზიანი. გაცილებით ვრცელია უკრაინული ვერსია, რომელიც ცალსახად ადანაშაულებს რუსეთს. ამ საკითხებზე დღეს ჩვენ დილიდან მოვისმინეთ არაერთი პოლიტიკური განცხადება. მაგალითად ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ომში მყოფი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უფრო სწორი იქნება ერთი კონკრეტული რეზოლუციის მიღება, რომელშიც მკაფიოდ იქნება იდენტიფიცირებული რუსეთი როგორც აგრესორი. ომის 3 წლის თავზე მე ვისურვებდი, რომ ერთი რეზოლუცია იყოს და ეს ერთი რეზოლუცია ქმედითი იყოს, მაგრამ ისეთ პოლიტიკური ვითარება გვაქვს დღესაც ჩვენს ასპარეზზე, როგორიც გვაქვს, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი, რომელიც გაერომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რეზოლუციის წამდგენება, ეს არის მშვიდობის მტრის სწორად იდენტიფიცირება ამ რეზოლუციაში. ის, რომ რუსეთის ფედერაცია 3 წლის მანძილზე ძალადობს და უკრაინელ ხალხზე აწყობს გენოციდს და აწარმოებს სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ფაქტიურად ევროპის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის მერე პირველად. სიმართლე გითხრათ, პირადად არ ვიცნობ ტექსტუალურ ნაწილს არც ერთი პროექტის, ამიტომ დიდად შეფასებას ვერ გავაკეთებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი, რეზოლუცია იქნება ეს თუ არ ვიცი ნებისმიერი სხვა, რომელიც მიმართულია ამ ომის დასრულებაზე ცალსახად და რომელიც მიმართულია და დაიცავს უკრაინის როგორც სუვერენული სახელმწიფოს ინტერესებს. ის ვინც ვაშინგტონის ინიციატივას ეწინააღმდეგება მშვიდობას, ასეთია მართველი პარტიის შეფასება. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ომის სწრაფად დასრულების მოწოდებით რეზოლუციის მხარდაჭერას ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ხელს შეუწყობს სამშვიდობო მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით დასრულებას. უმრავლესობაში ამბობენ იმასაც, რომ ამ პროცესში საქართველოს საკუთარი ინტერესი და პრინციპული პოზიცია აქვს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ფაქტი ერთია, საქართველოს საგანგებოდ მნიშვნელოვანი ამოცანა უდგას წინ როგორმე გადარჩეს აი ამ ტურბულენტობას, რომელიც გამოიწვია რუსეთის აგრესიამ უკრაინაში. და ამის ერთადერთი გზა არის მშვიდობის დამყარება. ის რესურსი, რაც ამერიკას გააჩნია, არ გააჩნია საქართველოს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი. საქართველოს თუ კი თავისი ინტერესი აქვს, ეს არის გასაკვირი აი ამ უსამშობლო ადამიანებისათვის. ჩვენი ინტერესია შეჩერდეს ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ რეზოლუციას ამ ფორმულირებებით
თვლის საჭიროდ და აუცილებლად. რუსეთი რომ აგრესორია, ეს ყველასთვის ცნობილია. ჩვენ ვამბობთ არაერთხელ, რომ ოკუპანტია, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები. აუცილებლად იმ რეზოლუციაში უნდა ჩაიწეროს საქართველოს პოზიცია, ეს არის მოგონილი ადამიანებისა, რომლებიც არიან შეშფოთებულები, ისტერიკაში არიან იმის გამო, რომ შეიძლება მშვიდობა დამყარდეს ისე, რომ მონაწილეობა არ მიიღონ ამ პროცესში და კვლავ აი ამ deep state თუ გლობალური ომის პარტიის მსახურებად გამოჩნდნენ. ზოგადად ომის დაწყების წინა პერიოდიდან დღემდე გვესმის, რომ ის ვინც მშვიდობის მომხრეა, ის რატომღაც რუსეთის მომხრეა და ვინც ომის მომხრე არის, ის რუსეთის წინააღმდეგ არის. ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერა მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში, იმიტომ რომ საერთოდ ტენდენცია იქითკენ, რომ ეს ომი შეწყდეს, ამ ტენდენციას ყველა დონეზე ჭირდება მხარდაჭერა. უნდა განსაზღვროთ რა არის მიზანი ამა თუ იმ რეზოლუციისა. თუ რეზოლუციის მიზანი არის, რომ მოლაპარაკებების დაწყებას და ცეცხლის შეწყვეტას ხელი შეუშალოთ, მაშინ კიდევ უფრო მეტი რამის ჩაწერა შეგვიძლია მან. მაგრამ თუ მიზანი არის ის, რომ რამენაირად შეიქმნას ის გარემო, რომ დაპირისპირებული მხარეები დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და სულ მცირე ცეცხლის შეწყვეტა მაინც იქნას მიღწეული, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ესეთი მკვეთრი განცხადებები ნაკლებად უწყობს ხელს ამ მიზნის მიღწევას. გაეროში ამერიკის და საქართველოს დაინიცირებულ რეზოლუციის პროექტს უკვე შეუერთდნენ სხვა ქვეყნებიც, მაგალითად ისრაელი, უნგრეთი და ჩრდილოეთ მაკედონია. მადლობა ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე კიევში უკრაინის მხარდამჭერი სამიტი იმართება. უკრაინის დედაქალაქში ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ევროპის ლიდერები არიან შეკრებილები და ქვეყნის მომავლის საკითხზე მსჯელობენ. სამიტში მონაწილეობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტოუ კოშტა. უკრაინა ევროკავშირისგან მარტში 3,5 მილიარდ ევროს მიიღებს. დღეს აქ ვართ, იმიტომ რომ უკრაინა ევროპაა, განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. პროგრამ მაგიდასთან ასევე შეხედან ესპანეთის, კანადის, შვედეთის პრემიერები, ლიტვის და ლატვიის პრეზიდენტები და ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელი. ომის დასრულება ნდობის აღდგენის ნაბიჯებიდან უნდა დაიწყოს, იმ ნაბიჯებიდან, რომელიც ვითარების მიმართ აღადგენს ნდობას. იმიტომ რომ რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობს. გვჭირდება სიტუაცია, რომელიც ომის დასრულებაზე იქნება ორიენტირებული. ახლა ამგვარი ნაბიჯი შესაძლოა სამხედრო ტყვეების გათავისუფლება იყოს. ათასობით ადამიანის, ვინც რუსეთის ტყვეობაში რჩება, მათი ნაწილი 2022 წელზე გაცილებით ადრე, იქ 2014 წლიდან იმყოფებოდა. რუსეთმა უკრაინელები უნდა გამოუშვას. უკრაინა მზადაა გაცვალოს ყველაზე. ეს სამართლიანი ვარიანტია. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. უკრაინაში ომის დაწყების მე-13 წლისთავთან დაკავშირებით ხდება წუთიერი დუმილით გაიხსნა. მინისტრებმა რუსეთისთვის სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცეს. დღის წესრიგში განსახილველ საკითხებს შორის საქართველო არ არის, თუმცა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ევროპელ დიპლომატებთან განიხილავს. ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც, რა თქმა უნდა, იქ განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ. დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ორი ევროპული ქვეყნის დარწმუნება, რომ ასევე დაეთანხმონ ამას, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას. ფიქრობ, საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარება, რადგან არჩევნებამდე და მის პერიოდში ბევრი დარღვევა გამოვლინდა. ნიდერლანდები მხარს უჭერს ქართველ ხალხს და ასე გააგრძელებს. ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დაფასებენ ქართულ ოცნებაში. მართალ გუნდში აცხადება, რომ პოლიტიკა, რასაც ევროკავშირის ბიუროკრატების ნაწილი ატარებს, კონტრპროდუქტიულია. თვეების წლების განმავლობაში იმდენ უსამართლო გადაწყვეტილებას ხედავთ. უსაფუძვლო განცხადებები, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, შესაბამისად არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ deep state საბოლოო ჯამში იქნება დამარცხებული. ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი ისაუბრა. ჩვენ ცოტა ადრე ვსაუბრობდით ამ ყველაფერზე. ახსოვთ ევროკომისიის ერთ-ერთი ექსპერტის აღიარებითი განცხადება,
რომ დღეს ბრძოლის ველი უნდა გადმოვიტანოთ საქართველოსზე. სწორედ აი ეს არის. იმიტომ რომ ისინი ხედავენ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ ექვემდებარება საერთაშორისო ამ როიტყვიან რადიკალური ლიბერალიზმის დღის წესრიგს. ამიტომ მთელი აი ამ წყება მათ მიერ, ასე ვთქვათ, ვერ განხორციელებული ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებიდან გამომდინარე, დღეს, რა თქმა უნდა, შურისძიების რეჟიმში არიან გადასული, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არის სახელმწიფოები, რომლებიც ამ შურისძიების განხორციელების საშუალებას მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ მისცენ. ერთი მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ამ შენობას წვავდნენ, როდესაც პოლიციელებს წვავდნენ, ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა თუ ევროკავშირის ლიდერმა ვერ გაბედა, ვერ გამოვიდა და ვერ თქვა, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი. ქართული ოცნება დაანონსებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. კანონპროექტი, რომელიც ამერიკული ფარას ანალოგია და მედიის კანონის ბრიტანული მოდელი, ბიუროზე ამ წუთებში გადის, რის მერეც განხილვები ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი სესიაზე დაიწყება. საკანონმდებლო პაკეტში შედის ასევე ცვლილება, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას ეხება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ინიციატივის მიზანი გარეთ-შარავებისგან დაცვა, სამართლებრივი გარანტიები და სპეკულაციების დასრულებაა. განსხვავებულია ოპოზიციის მოსაზრებები. ხაზგასმით აღნიშნავ, ამერიკული კანონიც კარგია, ბრიტანული კანონიც კარგია, როდესაც ის მიმართულია ბრიტანულ და ვთქვათ ამერიკულ მოცემულობაზე. ქართულ რეალობას მორგებული კანონები სად არის? სად არის კანონები, რომელიც აქ პროცესებს გააჯასახებს? ჩვენ ერთ-ერთში თავის დროზე ჩვენ თვითონ დავაინიციირეთ ორი კანონპროექტი ხალხის ძალამ პარლამენტში. ეს იყო თავად ეს ფარა პირდაპირ ერთ-ერთში გადმოტანილი და მეორე გამჭვირვალობის კანონი. ნუ მოცემულ სიტუაციაში მაშინ იყო ისე რომ რეალურად ქართულ ოცნებასთან კონსულტაციებით გამჭვირვალობის კანონზე გავაკეთეთ შეჩერება და გამჭვირვალობის კანონზე გაკეთა აქცენტირება. მაგრამ დღეს ჩვენ ნახეთ 2 წლის თავზე რომ თავად შეერთებულ შტატებში, რასაც ჩვენ მათ შორის ხალხის ძალა ყოველთვის ვამბობდით. გაიმარჯვა სიმართლემ, გამჭვირვალობამ, დემოკრატიამ და ამერიკელმა ხალხმა აირჩია ის პიროვნება, რომელსაც აქვს პოლიტიკა, რომ მშვიდობა ურჩევნია ომს, გამჭვირვალობა ურჩევნია გაუმჭვირვალობას და ასე LGBT-ს ურჩევნია და ტრანსგენდერს ოჯახური ღირებულება და ასე შემდგომ. ამიტომ ერთ-ერთში ჩვენ გადმოგვაქვს ეს ფარა. როცა დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაზეა საუბარი, ჩვენ ახაც აღარ გვინდოდა კითხვის ნიშნები და შესაბამისად დიდი ბრიტანეთში როგორც არის რეგულაციები, ზუსტად იგივე იქნება საქართველოში მედიასთან დაკავშირებით. ყველას კარგად გახსოვთ ისტორია, როდესაც ვამბობდით, რომ უცხოური დაფინანსება არ გამოიყენება იმ მიზნებისათვის, რაც არის თითქოს და ოფიციალურად დეკლარირებული და სინამდვილეში ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა. დღეს თვითონ წყარო ამ დაფინანსებისა, ვინც იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ძირითადად თვითონ იქ მოხდა ამ საკითხის ლუსტრაცია თავიდან ბოლომდე. იმისათვის, რომ სუვერენულმა სახელმწიფომ შეძლოს დაიცვას თავის ქვეყნის სუვერენიტეტი, დაიცვას დემოკრატია გარე უკანონო ჩარევებისაგან, საჭირო არის ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც ამას უზრუნველყოფს. ამ მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია ყველაზე უფრო ქმედითუნარიანი კანონმდებლობა. მედიასთან დაკავშირებით ჩვენ სწორედ ყველაზე უფრო გამოცდილი და ტრადიციული კანონმდებლობა, ამ შემთხვევაში ბრიტანული კანონმდებლობა ავიღეთ. მექანიზმი, რომელიც იყო მინდობილი თვითონ, ასე ვთქვათ, თვითრეგულაციაზე, ამ მექანიზმმა ფაქტია, სახეზე გვაქვს ყველაფერი, რომ არ იმუშავა. აქედან გამომდინარე, ამიტომ არის საჭიროება, რომ მექანიზმი მედია სტანდარტების დაცვისა არსებობდეს. თითოეულობამ რეგიონებში პრობლემები შექმნა. კახეთში მეხუთე დღეა სტიქიას ებრძვიან. ამ დრომდე შეზღუდვებია ვაზიანი გომბორი თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო თელავში რამდენიმე საათიანი დაგვიანებით დაიწყო მუშაობა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. ადგილობრივი მერიის ინფორმაციით ცენტრალური მაგისტრალები გაწმენდილია და რეგიონში სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაწმენდილია ყველა მთავარი გზა, ასევე იწმინდება შიდა საუბნო გზებიც. დღეის მდგომარეობით უკვე ამ წუთას აღდგენილია მუნიციპალური ტრანსპორტის ყველა მარშრუტი, როგორც აკურის, იყალთოს და დაფარეულის მიმართულებით. დილიდან იყო შეფერხება ძლიერი ყინვის გამო, რის გამოც ტრანსპორტმა გადაადგილება დაიწყო რამოდენიმე საათის დაგვიანებით. ამ წუთის მდგომარეობით ვაზიანი გომბორი თელავის საავტომობილო გზაზე არის შეზღუდვა, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის და ამედიდან გამომდინარე შესაძლებელია რომ მდგომარეობა შეიცვალოს და დასაშვები იყოს გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისათვის. უამინდობა დასავლეთ საქართველოშიც გურიასა და სამეგრელოში დამატებითი სპეცტექნიკაა მობილიზებული. ფოთში 2 დღით საბავშვო ბაღები დაიხურა. 1 დღით შეჩერდა სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებშიც. ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდება იყო შეფერხებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც, თუმცა პრობლემა უკვე მოგვარებულია. მეხუთე დღეა გადაუღებლად თოვსაჭარაშიც. რეგიონებში გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბათუმში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 25-24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდება. საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, ასევე საქალაქო ინფრასტრუქტურის კუთხით და გადაადგილების კუთხით გვაქვს გარკვეული გამოწვევები, როგორც ცენტრალური, ასევე მეორადი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. ამ ეტაპისათვის გაწმენდით ღონისძიებებში ჩართულია 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება, ამავდროულად 700-ზე მეტი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, ყველა შესაბამისი სპეციალური უწყება და ორგანო არის ჩართული აღდგენის სამუშაოებში, როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში. მიმდინარე პერიოდში დღეს და ხვალაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი შეწყვეტილიყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. რეგიონში დიდთობამ ძირითადად პრობლემა ფოთში შექმნა, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად დამატებითი ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, გზები გაწმენდილია, იყრება ტექნიკური მარილი, გვაქვს რამოდენიმე სკოლა და ბაღი, სადაც სასწავლო პროცესი გადადებულია ზოგან 1 დღით, ზოგან 2 დღით. ეს ეხება ფოთის და სენაკის საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ზუგდიდის, აბაშის, ხობის სკოლებსა და ბაღების ნაწილს. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, როგორც დაბაში, ასევე სხვადასხვა სოფელში იწმინდება ცენტრალური გზები, 17 ერთეულამდე ტექნიკა მუშაობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, იწმინდება პირველ რიგში ცენტრალური გზები და ცენტრალური გზების შემდეგ გადავალთ უკვე შიდა საუბნო გზებზე. თოვლია იმერეთშიც თოვლის საფარმა მაღალმთიან ზონაში 80 სანტიმეტრს მიაღწია, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა. დიდთოვლობას ებრძვიან ვანში, სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზები, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე და ქალაქებში, ასევე სოფლებშიც. ზოგიერთ სოფელს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია. მობილიზებული ყავს ტექნიკა, 14 ერთეული ტექნიკა მუშაობს, როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ასევე ყველა სოფელში მიმდინარეობს სამუშაოები გაწმენდითი. არის გარკვეული პრობლემები ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, მაგრამ ენერგოპრო და მისი ბრიგადები მუშაობს, გასულები არიან დაზიანების ადგილებზე. ასევე გაზის პრობლემა ნამდვილად არ არის, თელ რაიონს მიეწოდება გაზი. მუშაობს დიდი გამავლობის ტრაქტორები, იწმინდება ქუჩები, გაზი დენი რაიონს არ შეწყვეტილა. რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მთავრობის ხდომაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით საჭიროა ყველა უწყების სრული მობილიზება სტიქის შედეგების აღმოსაფხვრელად. მისივე თქმით, მომდევნო დღეებში, ისევე როგორც დღეს, ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული. არის თითოეულობა რამდენიმე რეგიონში და არის საჭირო ყველა უწყების სრული მობილიზება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქის შედეგებს და ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. დღესაც არის მაქსიმალური მობილიზება, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოსახლეობაზე ამ თითოეულობიდან გამომდინარე. შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა გორში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2 პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძის სახლში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა. უწყების ინფორმაციით ჩხრეკა მიმდინარეობდა პირადი ცხოვრების აინუმლოს ხელყოფის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში. საქმე ეხება დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების სამსახური ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების განცხადებით გამოძიება ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს. მეტადან მოსული ინფორმაცია კი ემთხვევა მისამართს, საიდანაც ყალბი აკაუნთით პირი უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტო მასალას. ჩხრეკის პროცესს ადვოკატიც ესწრებოდა. ბინდან კომპიუტერული ტექნიკა და ნივთებია ამოღებული. ამოიღეს ლეპტოპები, ამოიღეს დისკები და ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ ის დისკები არის 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული, იქ 90-იანი წლების რაღაცეები. აღებული არის ლეპტოპები, ჩემი ტელეფონი აქვს ასევე ამოღებული, ჩვეულებრივი შანტაჟის მეთოდია. ყველამ ძალიან კარგად იცის და აქვე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ აუცილებლად, რომ მაინც ყველა შემთხვევაში ყოველდღე ვიდგები აქციებზე, ყოველდღე მივალ, ყოველდღე გავაპროტესტებ. დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების სამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით. დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა, ასევე მეტადან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი აკაუნთის გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას. ბრალდებაზე არ არის საუბარი, ეს ხო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩავატარეთ სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ამოვიღეთ კომპიუტერული ტექნიკა. სხვა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით მე ინფორმაცია საზოგადოებას ვაცნობებ. უყურებთ კურიერს 3 საათზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზეა ბრალდებული. სხდომაზე გამოიკვლიეს დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები. ასევე განიხილეს აუდიო ჩანაწერი, რომელიც ბაჩიაშვილის მტკიცებით ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის შემდგარ საუბარს ასახავს. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე წარდგენილი აუდიო ჩანაწერი არაავთენტური და დამონტაჟებულია. მისივე თქმით, დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი აჟიოტაჟის შექმნის მცდელობაა. გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, მითვისებული ბიტკოინის ღირებულება იმ პერიოდში 53 მილიონი დოლარი იყო. კარგად არის მოდა ამ ჩანაწერის შინაარსი და ჩემ ადვოკატს მოუწია სიტყვასიტყვით ამ ჩანაწერის სტენოგრამის ამოკითხვა. ჩანაწერი ცალსახად ცხადყოფს, რომ საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მიერ ქართულ ბანკში სესხის მოპოვების სურვილზე. რაზეც ჩანაწერის ბოლოს ივანიშვილი თანხდება და მეუბნება, რომ გამევლო ეს თემა დეტალურად ქართულ ბანკის დირექტორთან და შემეთავაზებინა რამე დამატებითი ინტერესი მოგების წილის სახით ამ პროექტიდან. ექსპერტი არ არის გარწმუნებული იმაში, რომ რაიმე ზემოქმედების კვალი ამ აუდიო ჩანაწერზე არ მოიპოვება. ანუ არ არის, ასე ვთქვათ, გადამჭრელი ამის ექსპერტის განმარტებები, სწორედ ამაზე გადავმახვილეთ ჩვენ ყურადღება. პირიქით უთითებს საპირისპიროს კი დასტურდება, რომ ზოგი რამოდენიმე მონაკვეთში აშკარად ზემოქმედების კვალი ჩანს. ასევე ექსპერტმა პირდაპირ მიუთითა, რომ შეუძლებელია იმის დადასტურება, თუ როდის არის ეს აუდიო ჩანაწერი განხორციელებული. ასევე ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, რამდენი რესპონდენტია ამ აუდიო ჩანაწერში. განსხვავებით გერმანული დასკვნისგან, ქართული ეგრეთ წოდებული დასკვნა, რომელიც გულისხმობს ეროვნულ-სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, კატეგორიულია და პირდაპირ მიუთითებს, რომ უამრავ ადგილას მონტაჟის კვალი ფიქსირდება. რას ადასტურებს ეს აუდიო ჩანაწერი იმ ფორმით, რა ფორმითაც წარმოდგენილი აქვს ბატონ ბაჩიაშვილს. ეს ადასტურებს რამოდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას, იმას, რომ ბაჩიაშვილს კრედიტი არ აქვს დამტკიცებული, არავინ არ აპირებს იმისთვის ამ კრედიტის მიცემას, იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უდასტურებს მას და არ აძლევს არანაირ თანხმობას თუ დაპირებას კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით. პირველი და არსებითი ტყუილი ბატონი ბაჩიაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში სწორედ ის არის, რომ აი ამგვარი კრედიტის გაცემაზე საერთოდ მიმართა. წარმოადგენელი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც პირდაპირ გითხოვოთ, რომ
ეს აუდიო ფაილი არის სავარაუდო სატელეფონო საუბარი და ზოგიერთი აუდიო განყოფილება არის ფონის ხმაური და ხმის გადაფარვა. ეს არის პირდაპირ ციტირება მაგალითად. იდენტიფიცირდება მინიმუმ 2 ასევე არ არის გამორიცხული მესამე სპიკერის არსებობა. ძალიან ბევრ გარემოებაზე საუბრისას, სადაც თავად ეს ექსპერტიზა აცხადებს, რომ არის საეჭვო გარემოებები, უთითებს დამატებითი კვლევის აუცილებლობაზე, რაც არ განხორციელებულა, იმიტომ რომ ეს არის ერთიანი დოკუმენტი და აქ ესეთი კვლევები არ წერია. დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგოში ბრალდებულების მიხელ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგის ხდომა გაიმართა. პროცესზე კლინიკა ვივამედიდან მიხელ სააკაშვილი ჩაერთა და ბრალდებები აბსურდულად შეაფასა. პროკურორმა კი განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებას თანხების გაფლანგვის უთხოვარი მტკიცებულებები აქვს. სასამართლოს ხდომა დასკვნით ეტაპზეა. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი. ეს არაფერია თუ არა ოპოზიციის ლიდერის განიიტანება ჩვენება ძალიან ცოტა რომ სიტუაციის შესაძლოა. ძალიან მიხარია რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა მობილიზდება კიდევ. ამიტომ ახლა არის საჭირო ერთიანობა. დღეს ბრალდებულ სააკაშვილის ადვოკატმა წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. ეს დასკვნითი სიტყვაც ძირითადად პოლიტიკური განცხადებებით იყო შემოფარგლული, იყო წინააღმდეგობრივი, ეწინააღმდეგებოდა საქმეში წარმოადგენენ მტკიცებულებებს და პირიქით ბრალდების მხარემ ჩვენი მტკიცებულების გამოკვლევის დროს უთხოვარად დავადასტურეთ, რომ ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ფუფუნებისთვის გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონი ლარი და ამ გაფლანგვაში მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. საკალაკო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული არჩილ მუსელიანცის პროცესი გაიმართა. დაკითხეს შემთხვევის ადგილზე მომუშავე ექსპერტებიც. არჩილ მუსელიანცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით აქვს აყენებული. გამოძიების ინფორმაციით მან პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებულ კამერების დენის წყაროს დაზიანება მიაყენა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევის ადგილზე დათვალიერების ოფნი იმდენად ცუდადაა შედგენილი კალიგრაფიული თვალსაზრისით, რომ ბევრი რაღაც სამოკითხვა დღემდე ვერ შევწევ. დღევანდელმა მოწმეებმა ბევრი ვერაფერი ვერ დაადასტურეს. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ბრალდების მხარემ დაკითხა უშუალოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეები, ანუ ადგილი, სადაც მოხდა დანაშაული. დაიკითხა როგორც გამომძიებლები, ასევე მონაწილე ექსპერტები, რომლებმაც აღადგინეს ფაქტობრივად შემთხვევის ადგილზე არსებული სურათი და გვითხრეს თუ რა ნახეს მყისიერად მისვლის შემდგომ, ასევე აღწერეს ის დაზიანებული ყუთი, რომელიც ცეცხლის წაკიდებით არის დაზიანებული ბრალდებულის მხრიდან. მოწვევთა ჩვენები იყო თანმიმდევრული, ისინი წინააღმდეგობაში არ არის ერთმანეთთან. ანაწმენდის აღება ხდება შემთხვევის ადგილიდან, თუმცა ამ ანაწმენდის კვლევა ხდება უშუალოდ ექსპერტის მიერ საექსპერტო კვლევის ფარგლებში. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58 სესია იმართება. სესიაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკაბოჭორიშვილი სესიაზე სიტყვით გამბოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. ადამიანის უფლებათა საბჭოს ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობას შევახსენოთ ის გამოწვევები, რა გამოწვევების წინაშეც დგას საქართველოს. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ, რომ საქართველოს 2 რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და იქ ირღვევა ადამიანის უფლებები, როგორც ეს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა, იყოს მშვიდობა, იმისათვის, რომ საქართველოს კონდეს შესაძლებლობა შემდგომი ნაბიჯები გადადგას განვითარებისთვის და უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ეკონომიკური განვითარება. ორმხრივი შეხვედრები იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან, ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ვინც მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში.
საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელი იზრდება 2025 წლის იანვარში კომპანიამ წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტი 1.123.000 ტონა ტვირთი გადაზიდა. 30%-ით გაიზარდა რკინიგზის შემოსავალი სატვირთო, 37%-ით კი საკონტეინერო გადაზიდვებით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ნავთობპროდუქტების გადაზიდვების მაჩვენებლები 21%-ით გაიზარდა, ქიმიკატების 35%-ით, მშრალი ტვირთის კი 70%-ით. ბოლო 10 წლის პერიოდის დინამიკაში 2025 წლის იანვრის თვე საუკეთესო შედეგებით გამოირჩევა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გაზრდილია ნავთობპროდუქტების, ქიმიკატების და მშრალი ტვირთების გადაზიდვების მაჩვენებელი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი. მათ შორის 37%-ით გაზრდილია საკონტეინერო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი. თუ დავუკვირდებით ჩვენ ეკონომიკურ ზრდას ბოლო წლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სწავლების სფეროები. ბოლო წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ზუსტად ამ მიმართულებით ფიქსირდება. მათ შორის რკინიგზის გადაზიდვები თავისი პრიორიტეტია. იცით რომ აქტიურად ვიმუშავებთ რკინიგზის მოდერნიზებაზე, ფაქტობრივად მილიარდის ინვესტიცია განხორციელდა ამ მიმართულებით. ჩვენ 2025 წელს უნდა დავასრულოთ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რიკოტის მონაკვეთს მოიცავს. და როგორც სიჩქარე, ისე უსაფრთხოება და შესაბამისად გამტარუნარიანობა ჩვენ რკინიგზის უნდა გაიზარდოს. ბოლო სამუშაოებია, რომელიც დარჩენილია და მიმდინარე წელს დასრულდება, 40 მილიონ ტონას გადააჭარბებს ჩვენი შესაძლებლობა. 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე ავდივართ, ეს ყველასთვის ცნობილი ინფორმაცია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგცემს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ თვითბრუნვა დერეფანში და მეტი შემოსავლები მიიღოს არა მხოლოდ რკინიგზამ, არამედ მთლიანად ამ ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართულმა რგოლებმა. მოდიგის ხდომა გამართა აფხაზეთის მთავრობამ. მთავრობის წევრებმა იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამინისტროდ გარდაქმნასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელეს. გადაწყვეტილება უწყების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და მოქალაქეების მომსახურების სრულყოფას ითვალისწინებს, აცხადებენ აფხაზეთის მთავრობაში. მივიღე გადაწყვეტილება, რომ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი ყველანაირი წესების და პროცედურების დაცვის შედეგად გადაკეთდეს იუსტიციის სამინისტროს. დაგვემატა ესეთი ფუნქციები, რაც მოიცავს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას, ასევე პორტალი, რომელიც განაპირობებს დევნილი მოსახლეობის უკეთ მომსახურებას, აღნიშნული ფუნქციები დევნილ მოსახლეობას საშუალება ექნება ინტერნეტის ან მობილური აპლიკაციის საშუალებით დაუკავშირდეს სხვადასხვა სამინისტროებს, იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით განათავსონ განცხადებები, თავისი მოთხოვნები, რომლებზეც იქნება ადეკვატური და მყისიერი რეაგირება. გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ლიდერობს. თითქმის 29%-ით მის პარტიას ბუნდესტაგში 630 ადგილიდან 208 მანდატი აქვს. მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის 20%-ით, ანუ 152 ადგილით. ოლაფ შოლცის მემარცხენე ცენტრისტულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა, სადღაც 16%. 11% აქვს მწვანეებს. ამგვარად გერმანიის მოსახლეობამ მხარი მთავრობის ცვლილებას დაუჭირა. ჩვენ გვექნება მთავრობის მართვის მანდატი. დიდი მადლობა განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. საარჩევნო კამპანიის სტრესი კლებას იწყებს და თავს კარგად გრძნობ. განსაკუთრებით აქ პარტიის შტაბში. ჩვენ მზეიმობთ, მაგრამ ხვალ მუშაობა იწყება. ჩვენ ვაპირებთ ერთმანეთთან დალაპარაკებას და მთავარია გერმანიაში მთავრობა შევქმნათ, რომელსაც შეუძლია რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს. კარგი საპარლამენტო უმრავლესობით. სამყარო არ გველოდება და არ ელოდება ხანგრძლივ კოალიციურ მოლაპარაკებებს. ჩვენ ახლა სწრაფად უნდა დავიბრუნოთ მოქმედების უნარი, რათა მსოფლიომ გააცნობიეროს, რომ გერმანია კვლავ საიმედოდ იმართება. ეს არის მწარი არჩევნების შედეგი სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის. ეს არის მომენტი, როდესაც უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები წავაგეთ. სწორედ ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩვენთვის, ასე მძიმე ბრძოლა გასულ კვირებსა და თვეებში. წინა არჩევნების შედეგი უკეთესი იყო და ამაზე პასუხისმგებლობა მე მქონდა. ამჯერად არჩევნების შედეგი ცუდია და ამ შედეგზეც პასუხისმგებლობას მე ვიღებ. ამ ეტაპზე ამის თქმა მინდა. ამიტომ ჩემთვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია მივილოცა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის თავმჯდომარე ფრიდრიხ მერცს მომავალი მთავრობის შექმნის მანდატი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არავითარი თანამშრომლობა უკიდურეს მემარჯვენეებთან.
აფეთქება მოხდა რუსეთის საკონსულოში. გავრცელებული ინფორმაციით მარსელში რუსეთის დიპლომატიური სამსახურის შენობაში 2 ასაფეთქებელი შეაგდეს. შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა, ადგილზე სამართალდამცველები და მეხანძრე მაშველები მუშაობენ. როიტერი წერს, რომ საკონსულოს ტერიტორია სავარაუდოდ 2 მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. დაშავებულები არ არიან. მოსკოვის საფრანგეთისგან ინციდენტის სრულ გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ მომხდარი ტერორიზმის აქტის მცდელობას გავს. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.G კურიერი კი გემშვიდობებათ 6 საათამდე.